ყველაფერი, რასაც გრძნობთ, რაც აზრები მოდის, აქ ცუდი და კარგი სინამდვილეში არ არის, უბრალოდ ჩვენი გონება ესეთნაირად არ ქმევს და თითქოს ბავშვურ ცნობიერებაში რო ვიყავით, მაშინ უნდა დაგვერქვია, რომ ეს რაღაცა კარგია და ეს ცუდია. ყველაფერი არის ენერგია, ყველაფერი არის სინათლე, ყველაფერი ერთი საწყისიდან მოდის. და როგორც კი აი ამ სამხედველობაში შედიხარ შენ მედიტაციურად და ამას აცნობიერებ, ის იწმინდება, ის შენი გაბრაზება აღარ არის, შიში აღარ არის. და ის იმდენად გარდაიქმნა, თავისით გარდაიქმნება და უბრალოდ გარდაქმნაში არ გულისხმობ, რომ რაღაც კარგში, ცუდიდან კარგში. არა, ის ზავდება საწყის სინათლეში და შენ რჩება სულიერი ენერგია. მართლა აღარ არის, მართლა გაბრაზება, მართლა შიში აღარ არის, მაგრამ არ მოხდა ჩვენ რაღაცა ტრანსფორმაცია კი არ მოვახდინეთ, არამედ მათი გაცნობიერება მოვახდინეთ რა. მათი დანახვა მოვახდინეთ და აი ეს არის კიდევ მედიტაციის უპირატესობა, რომ შენი კურნები, გინდა ფსიქოლოგიურად და სხვადასხვა ფიზიკურ განკურნებაზეც ვთქვათ, მე ერთი სიტყვა მაგ მედიტაციით, ფსიქოლოგიურად იკურნები თავისით. შენ არაფერი ძალისხმევა არ გჭირდება, მარტო იმითი, რომ ხარ თვითჩაღრმავებული და გაცნობიერებულ არსებობის მდგომარეობაში.